დღეს რომ აი ამ გაბრაზებულმა, აი ამ აგრესორმა, აი ამ არ უყვართ არც ერთი ქართველი, რომ საერთოდ არაფერი საქართველოს ფეხებზე კიდია და საქართველოს გათელავენ. დღეს რომ აი ამ შენი საქციელის გამო, აი ეს გაბრაზებული საოკუპაციო ხაზზე მივიდეს რუსი და მოიპაროს საწყალი, მოდი ჩვენ ვთქვათ, რომელი ერთი რიგი, ვინ იკარგება საოკუპაციო ხაზებიდან? აი ვის მოსდით ინციდენტი? რიგით ანგლებს, ან ვიღაც კაც რომელიც გადადის, ეხმარება, გადმოდის, რომ მოიპაროს და ინციდენტი შემთხვევა რომ მოხდეს. და აი ამის გამო, მართლა აი ამის გამო, ამ უმსგავსო საქციის გამო, შენ გამო იქ იმ ორ ადამიანს თუ ერთს, ერთი დღეც რო იყო საპატიმრო პირობებში. აღარაფერს ვამბობ, რომ დიდი ხანი მოუწიოს იქ. რომ ღირსება შეულახონ. წამება, არ ვიცი, ცემა, რაც შენ ხო ყველაფერს ელოდები ამ ხალხისგან, ამ აგრესორი რუსებისგან. და აი ეს რო გაუკეთო შენი საქციელის გამო, იმიტომ რომ შენ ოფენიარზე გამოდიხარ, რაღაცა ფესტივალია, რომელზეც არაფერს არ ვამბობთ, ხმა არ მოგვიღე ხო ამაზე. და იქ შენ რაღაცა სუდა გემღერა, მაგრამ სანამ იმღერებდი, ეს გააკეთე და ამის გამო მე, ძმაო, აქ ეხლა დედას მიტირებენ ფიზიკურათაც ყველანაირად. ამის პასუხისმგებლობას ვინ იღებს?